მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. უმი სოციუმი, ანუნა ბუკიასთან ერთად, რადიო იმედზე. სჭირდება თუ არა სახელმწიფოს აქტიური მოქალაქე, ამ კითხვაზე პასუხის პოვნას ვცდილობთ დღეს და გადაცემის მეორე ბლოკში მინდა გავიგო სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საინტერესო და წარმატებული ადამიანების მოსაზრება, რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე. რეჟისორი ქეთი მაჭავარიანია ხაზზე, დღემშვიდობის ქეთი. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს იყო საზოგადოების აქტიური წევრი, აქტიური მოქალაქე? გამარჯობა ანუნა, დიდი მადლობა თქვენს გადაცემაში მოწვევისათვის. რა არის, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა ამისთვის არ არის საჭირო. უბრალოდ ყველა ადამიანმა ის საქმე რო გააკეთოს, რაც მის პროფესიასთან არის დაკავშირებული, თუნდაც ჩემი აზრით. ეს უკვე ნიშნავს, რომ აქტიური მოქალაქეა და რაღაცნაირად შეუძლია შეცვალოს გარემო ან ის რეალობა თუ არ მოსწონს. ესეთია ჩემი აზრი. მე კინორეჟისორი ვარ და თუ შემიძლია ჩემი ფილმით თუ აი ნებისმიერი ეს იქნება მხატვრული ფილმით, დოკუმენტური ფილმი, რაიმე თქვა ან რაღაცაზე, რაღაც საკითხზე გავამახვილო ყურადღება, უკვე ის რაღაცნაირად აქტიობას ნიშნავს. ძალიან ხშირად მუსირებს აზრი საზოგადოებაში, აი პერიოდულად უბრალოდ ესე წამოტივტივდება, რომ ხელოვანები არ უნდა ჩაერთონ ძალიან ბევრ პროცესში, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, რომ ეს პროცესი უნდა აისახოს მათ პროდუქტში, ხო, როგორც თქვენთვის. ანუ მე ისე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში ხელოვანების ჩართვის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ ხელოვანებს საკმაოდ კარგი იარაღი აქვს. ხმამაღალი დათქვა მე კიდე ხელოვანი ესე რომ ვთქვა. მაგრამ რადგანაც ხელოვანს ასე რომ ვთქვათ, ეს იქნება რეჟისორი, მწერალი, მომღერალი, მსახიობი, რადგანაც მათ აქვს ძალიან კარგი წვდომა აუდიტორიასთან და ისინი რაღაცნაირად თავიანთი შემოქმედების მეშვეობით აგზავნიან გარკვეულ ინფორმაციას, აღარ არის კონკრეტული ჩემი აზრი, ჩემი პირადი აზრია, ჩართვა პოლიტიკაში და განსაკუთრებული რაც აქტივობების გატევა. ეს ყოველთვის მათ შემოქმედებაზე უარყოფითად აისახება. ეს ჩემი აზრია კიდევ ერთხელ ამას ვაცხადებ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ხაზზე გვყავს კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი. დიდ მადლობას ვეუბნებით ქეთის იმისთვის, რომ გამოხატა საკუთარი მოსაზრება ჩვენს ეთერში. მეც ვფიქრობ, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადამიანმა თავის სივრცეში იმუშაოს, კარგად დაიხარჯოს, გამოთქვას სათქმელი და ეს რაღაც მხრივ იქნება კიდეც აქტივობა. ხშირად ხვდებით ალბათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თქვათ იგივე რეჟისორებს, პოეტებს, შემოქმედებს, რომლებიც საკუთარ თქვათ პროფესიაშიც ნაკლებად არიან აქტიურები და ცხადია მსგავსი ადამიანებისგან კიდევ რაღაცა დამატებითის მოთხოვნა ალბათ ცოტა ალოგიკური იქნებოდა. ზოგადად სამოქალაქო ჩართულობა ნიშნავს იმას, რომ შენ მყარ და ზუსტად იცოდე რა უნდა დაიცვა, როგორ უნდა დაიცვა, ხო? ალბათ არასწორი იქნება ესეთ რაღაცა ზედაპირული დამოკიდებულება გქონდეს საკითხისადმი და გამოხვიდე ქუჩაში, რასაც ასევე ხშირად ვაწყდებით. აუცილებელი არ არის ყველამ დავიცვათ გარემო, თუ ეს არ გვინდა, უნდა დავიცვათ ის სივრცე, რომელიც რეალურად მგონია, რომ ჩვენთვის არის ახლო და რომლის თქვათ პრობლემატური საკითხი გვაწუხებს. ხაზზე არის საჯარო ფინანსების სპეციალისტი ელენე ცხაკაია, დღემშვიდობის. დღემშვიდობიცა, მოგესალმებით. ელენე, თქვენთვის რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე? აქტიური მოქალაქეობით ცნება რამდენიმე კომპონენტ ასპექტს უკავშირდება ჩემთვის. პირველ რიგში ეს არის ადამიანი ან ადამიანთა ერთობა, რომელიც რაღაც პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების განვითარებისთვის, რომელიც იზიარებს ამათონ საზოგადოებაში არსებულ ღირებულებას, მაგრამ აუცილებლად გრძნობს პასუხისმგებლობას, არის მოტივირებული, რომ რაღაც შეცვალოს, რაღაცაში წვლილი შეიტანოს და რომელსაც გააჩნია ამისთვის შესაბამისი კომპეტენცია, რომელიც თხოვს ანგარიშვალდებულებას, მთავრობას და ასე შემდეგ. ბევრი ფორმა შეიძლება არსებობდეს ამის გამოხატვის, იყო მოხალისეობრივი საქმიანობით დაკავებული, იყო რაღაც ორგანიზაციებში და ქსელებში ჩართული და მუშაობაში. აკეთებდე თავად და უწევდე ორგანიზებას გარკვეულ საქმიანობას შენი თემისთვის, შენი საზოგადოებისთვის. იყო გარკვეული ინტერესა ჯგუფებში ჩართული, ასევე თქვათ გარემოსდაცვის საკითხებში, აპროტესტო რაღაცები მშვიდობიანად მიიღო მონაწილეობა დებატებში. მოკლედ წვლილი შეიტანო, გახადო ის სოციუმი უკეთესი და ის მოწყობა საზოგადოებრივი უკეთესი, რაშიც ცხოვრობ.
აუცილებელია საკითხი ძალიან კარგად და ღრმად გარკვევა იმისთვის, რომ ამ აქტივობებში ჩაერთოს ადამიანი. იქნებ მე გული მარტივად რომ მივუდგეთ, თქვა, გული შემტკივა იმაზე, რომ ადამიანები ანაგვიანებენ გარემოს, თუმცა არ ვიცი მაგალითად რა ზიანი შეიძლება ამას მოქონდეს გარემოსთვის. ანუ უბრალოდ მე მახიზიანებს მაგალითად სამოქალაქო ქცევის წესი და ზუსტად ვერ ვაცნობიერებ ამ საკითხს გლობალურად. ამ შემთხვევაში რადგან ახსენეთ, რომ გარკვეული უნდა იყოს? გეთანხმებით არის საკითხები, რაც უბრალოდ ქცევით ეთიკას, ქცევით კოდექსს და ერთიან თანხმობას მოითხოვს, ესე ვთქვათ, საზოგადოების გარო ნაგვის დაყრა. ნაგვის დაყრა არ არის კარგი, ან ვთქვათ, წითელზე გადასვლა არ არის კარგი, იმიტომ რომ ამას შეიძლება საფრთხე ფიზიკური არსებობის საფრთხე შეგიქმნას, მაგრამ საკითხები, რომელიც მოითხოვს, ვთქვათ, აი ბიუჯეტის განაწილებასთან ან რაღაცა პრიორიტეტების მიხედვით ამა თუ იმ პროგრამის ასახვასთან შენი თემისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შესაძლებელია, რომ აქ ჩვეულებრივი ქცევითი ნორმების და ქცევით ნორმებზე შეთანხმების მიღმა წავიდეთ და გარკვეული კომპეტენციები ამას დასჭირდეს და ასევე იცოდე ადამიანმა რა როგორ გამოითხოვო, ვთქვათ, ინფორმაციის დონეზე ან როგორ იყო აქტიური, ვთქვათ, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობისთვის ან საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებებთან, მოდი ესე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიმღებებთან და აღმასრულებლებთან კავშირს მოითხოვს ამა თუ იმ სფეროში, ვთვლი, რომ გარკვეულ კომპეტენციებსაც მოიცავს, მაგრამ ის რაც თქვენ ახსენეთ, ეგრეთ წოდებული ქცევითი, ეთიკური, რაღაც მორალური პრინციპების მოხუც გზაზე დაეხმარო და გადაიყვანო და ნაგავი არ დაყარო, ესეთი ტიპის თანხმობას, ესე ვთქვათ, საზოგადოებრივ, რა თქმა უნდა, არ სჭირდება გარკვეული კომპეტენციების ქონა, ეს უბრალოდ ეთიკაზე, აღზრდაზე და იმ გარემოზეა დამოკიდებული, რა გარემოში ცხოვრობ და ყალიბდები როგორც პიროვნება. თქვენ თუ ხართ რომელიმე მოძრაობაში ჩართული? საზოგადოებრივში მე ძალიან პატარა ასაკიდან, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრ მოხალისეობრივ საქმიანობაში ვიყავი და არ ჩართული, მაგათი ჩამოთვლა ეხლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამ კონკრეტულ წუთას შემიძლია გითხრათ, ეს არის გუდიაშვილის ირგვლივ ატეხილი გაურკვევლობა და ქაოსი და ეს არის ვაკის პარკის მშენებლობებთან და ზოგადად პარკების გაჩეხვასთან არასწრის კამპანია, რომელსაც საზოგადოებრივ საწყისებზე აკეთებენ სხვა ორგანიზაციები. თქვენ ახსენეთ, რომ წლებია ხართ ეს მოხალისეობრივად ჩართული ბევრ პროცესში. თუ შეგიძლიათ, როგორც მოქალაქემ, როგორც ადამიანმა, რომელსაც აქვს ხშირად საკუთარი ესეთი მკვეთრი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, შეაფასოთ, რამდენად აქტიურია, თუ გაიზარდა ადამიანი აი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გააზრების კონტექსტს გულისხმობ, თუ მეტი მგრძნობელობა თუ არის ჩვენ საზოგადოებაში ამ თემის? მოდი თქვათ ესე, მე როდესაც ყალიბდებოდი, ისე ვთქვათ, ვიზრდებოდი და ამ აქტივობებში ვიყავი ჩართული, ვაწყებოდი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს, რომლებიც იყვნენ იგივე პოზიციაზე, ან იყვნენ სამოქალაქო აქტიურები, იქიდან გამომდინარე, რომ კარგ გარემოში ჩავარდნენ ჭყალებში, ესე ვთქვათ, და იყვნენ აქტიური მოხალისეობრივი ორგანიზაციების გვერდზე და მათთან ერთად, ანუ ეს მასობრივად ეს ამ შეგნების ჩამოყალიბება, ესე ვთქვათ, რომ სკოლის ასაკიდან იწყება, როგორც წესი და რაღაც სამოქალაქო აქტივობებზე საგნობრივ დონეზე ასწავლიან ბავშვებს, ესე ჩემ დროს არ ხდებოდა. ეხლა რასაც ვაკვირდები და ვუყურებ, ბევრმა წელმა ჩაიარა, ბევრი სამოქალაქო კამპანია, შეჯანჯღარება, ესე ვთქვათ, საზოგადოების მოხდა და ვიტყოდი, რომ დინამიკაში ცნობიერება, რომ მოქალაქეობრივად აქტიური ვიყოთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლებად არის ეს ჩვენი მოვალეობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენი უბნების, ქალაქის კეთილდღეობისთვის და უკეთესი განვითარებისთვის, მე მგონი ცოტათი გაზრდილია ნამდვილად იმ წლებს თუ შევატარებთ, როდესაც მე დავიწყე, ასე ვთქვათ,
სამოქალაქო აქტივობებს მოდება. დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისა და მოსაზრებისთვის. ელენე ცხაკაია, საჯარო ფინანსების სპეციალისტი გახულდათ ჩვენი გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმარი. მინდა შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. გადაცემის პირველ ბლოკში ჩვენ დავსვით კითხვა, სჭირდება თუ არა სახელმწიფოს აქტიური მოქალაქე. თამუნია ჭინჭარაული გახულდათ პირველი ბლოკის სტუმარი და გადაცემის ჩანაწერი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გადაცემის Facebook-ის გვერდზე. ძალიან მარტივად მოგწებნით სოციუმი რადიო იმედი ასე ქვია ჩვენს გვერდს. მოქალაქეებს აქვთ უფლება გამოითხოვონ საჯარო ინფორმაცია, მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში, დაესწრონ მთელ რიგ პროცესებს და გამოსვლებს. მოქალაქეებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ, როგორ უნდა წარიმართოს მათი ქალაქის თემის დასახლების თუ სოფლის მომავალი. ეს არის საქართველოს კანონით გათვალისწინებული, მთავარია ჩვენ გავაცნობიეროთ გადავხედოთ, წავიკითხოთ და მედგრად დავდგეთ იმისთვის, რომ შევცვალოთ რაღაც. რამე თუ სხვაგვარად ჩვენს ნაცვლად ვერავინ ვერ შეცვლის ჩვენივე საზოგადოებას. გადაცემის მეორე ბლოკში მოვისმინეთ ორი საინტერესო ადამიანის პოზიცია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობა სამოქალაქო პროცესში და ვთქვათ, როგორი უნდა იყოს ზოგადად ადამიანის მოქალაქეობრივი თვითშეგნება და მივედით ერთ ძალიან საინტერესო საკითხამდე, განათლებამდე. მართალია დღეს ჩვენ სკოლებში ისწავლებას რაღაც კუთხით არის საგანი სამოქალაქო განათლება, თუმცა ეს ბოლომდე არ გულისხმობს იმას, რაზეც იყო ჩვენი გადაცემა, ეს სახელმძღვანელო და ეს პროგრამა. მოქალაქეობრივი თვითშეგნება იმაზე მეტია, ვიდრე ვთქვათ, იცოდე სახელმწიფოს მოწყობის სტრუქტურა. ეს არის ალბათ უფრო დამოკიდებულება და სურვილი გამოხატო რაღაც და რწმენა იმისა, რომ შენ რაღაცის შეცვლა შეგიძლია. ეს იყო გადაცემა უმი სოციუმი, მე ანუნა ბუკია ვარ. მოემზადე გახდე საზოგადოების აქტიური წევრი. ყოველ სამშაბათს 2:10 წუთზე. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ უმი სოციუმი ანუნა ბუკიასთან ერთად რადიო იმედზე. უმი სოციუმი